პირველი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს დღეს ფიზიკის გამოცდა ჰქონდათ. ყველა მათგანმა სკოლის ადმინისტრაციას შესაბამისი განაცხადით მიმართა. ესარგებლად მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შეთავაზებული ახალი საგამოცდო მოდელით 4+4 და საბუნებისმეტყველო საგნები ვადაზე ადრე ჩაებარებინათ. ეს იყო ჩვენი სურვილი, რომ ბავშვებს 4 საგანი ჩაგვებარებია ეხლა და დანარჩენი 4 საგანი, რომელიც ჩვენ ეროვნული გამოცდებისთვის გჭირდება, უნდა ჩავაბაროთ შემდეგ, ანუ სასწავლო წლის ბოლოს. საგამოცდო ფორმატ სკოლაში ტესტური მეთოდი შეირჩა. ამ სახით პირველ საჯარო სკოლაში 4-დან 1 საგანი ქიმია უკვე ჩააბარეს. უკვე 3 წელიწადია მიმდინარეობს გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვის. წელს განსხვავება წინა წლებთან შედარებით გახდათ ის, რომ თვითონ სკოლები არიან პასუხისმგებლები გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით. განისაზღვრა თვეები თებერვალი და მაისი, როცა შეუძლიათ მოსწავლეებს გამოცდებზე გავიდნენ. მათ ჰქონდათ უფლება არ გასულიყვნენ ახლა თებერვლის მიმდინარეობისას გამოსულიყვნენ მაისში. სკოლამ რა თქმა უნდა ბუნებრივია პედსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოცდა ჩატარდეს თებერვალში, თუ კი სურვილი ექნებათ მოსწავლეებს და მოსწავლეთა უმრავლესობამ გამოხატა სურვილი, რომ თებერვალში გაევლოთ იმ 4 საგანში, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია. ეს არის ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლებში ადმინისტრაციებმა აქცენტი თითქმის ყველგან ერთნაირად ასევე ტესტურ მეთოდზე გადაიტანეს. 2013 სასწავლო წელს ეს გამოცდა არ არის კომპიუტერთან აპრობირებული, მაგრამ ხდება ტესტირების გზით, ძირითადად ყველა სკოლამ ტესტირების გზით შეარჩია მოსწავლეების გამოცდა. საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს ამჟამად 32 საჯარო სკოლაში. აქედან რამოდენიმე საჯარო სკოლამ მზადყოფნა გამოთქვა გამოცდებისთვის, მაგრამ არ მოხდა მოსწავლეების მხრიდან თავიანთი სურვილის და ნების გამოხატვა და ამ სკოლებში არ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები. გამოცდები მიმდინარეობს წყნარად, მშვიდ ფონზე. ყველანაირი გარემო არის სკოლებში შექმნილი მოსწავლეებისათვის, რომ ჩააბარონ ეს 4 საგანი, რომლის თეორიული კურსიც უკვე გასულ წელს დამთავრებული აქვს მოსწავლეებს. 4-ვე საბუნებისმეტყველო საგანში მე-12 კლასელებს აბიტურის საათები უტარდებოდათ. იმ შემთხვევაში, თუ კი რომელიმე მათგანი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მასზე დასწრების სურვილს გამოთქვამს, სასწავლო პროცესს ჩვეულებრივად გააგრძელებს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მასწავლებელთა საათობრივ ანაზღაურებაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებას შეიძლება მოხდეს. იმ სკოლებში, სადაც საატესტატო გამოცდების ნაწილი მანამდე არ ნახულ დროს თებერვალში არ ტარდება, 8-ვე საგანს მაისში ჩააბარებენ. ამ უფლებით ისარგებლებენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ამჯერად სათანადო შეფასებები ვერ მიიღეს. პალიტრა ელის განსაკუთრებული შეთავაზება მომხმარებელს. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ბიბლია სპეციალურ ფასად ბიბლუსის ქსელში 25 თებერვლიდან. პალიტრა ელის პროექტი 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალი ხან მკითხველთა თხოვნით ისევ გაგრძელდება. ბიბლია კი როგორც განსაკუთრებული წიგნი არ დაინომრება და ის იქნება 50+1 გამოცემა. როგორც გამომცემლობაში იტყობინებიან, ბიბლია უკვე დაბეჭდილია და ის პალიტრა ელის მიერ გამოცემული წიგნებისგან განსხვავებით დიდი ზომის იქნება. ორშაბათს 25 თებერვალს უკვე სპეციალური ნომერი იქნება 50 წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, ოღონდ ეს იქნება ცალკე მდგარი წიგნი და მას ნუმერაცია არ ექნება, ის რომელი იქნება ეს არის და იმის შემდეგ გრძელდება მე +49, ახლა ნუ სიმბოლური დატვირთვით, რომ სიცოცხლე გრძელდება და ვისაც სურვილი აქვს, მას შეიძენს, მაგრამ ახლა უშუალოდ რაც შეეხება ბიბლია. გამოდის ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით უკვე დაბეჭდილი არის და აი ორშაბათიდან გაყიდვაში შემოვა. ნებისმიერ ოჯახს საქართველოში უკვე იმის შანსი აქვს, რომ შეიძინოს და თაროზე მოათავსოს და სახლში კონდეს ეს უნიკალური და ნომერ პირველი, ყველა ესე მე მგონი უდავო არის, რომ ნომერ პირველი წიგნი არის. ხო, ეხლა რაც შეეხება ფასი ექნება სპეციალურს რაც გულისხმობ ახლა იმ რვალარებთან განსხვავებით, აი რაც მოდიოდა ყოველ მეორე ორშაბათს 50 წიგნი რო გამოდიოდა და რვალარი ქონდა პრესასთან ერთად თავისი ფასი მინიჭებული, ექნება სპეციალური, ექნება 15 ლარიანი, ანუ 14 ლარი და 15 იქ +1 პალიტრის საფასური კვირის პალიტრასთან ერთად გამოვა. იმის გამო რომ ძალიან დიდი თანხა ღირდა ხოლმე, ბევრად და ახლა 15 ლარი, მე ასე ვფიქრობ, რა ვიცი, მე მგონი ყველა დამეთანხმება, რომ ნორმალური ფასია, ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომი, ახლა ბევრი გაიჭირებს კიდე რაღაცას მოიკლებს და რომ შეიძინოს, მიამატებს, რომ 15 ლარი როგორმე ორშაბათისთვის შეაგროვოს, რომ ოჯახში კონდეს ეს უნიკალური წიგნი.
ძალიან მნიშვნელოვანია შემოთავაზება. ეს ბიბლია ყოველას ოჯახში უნდა იყოს. მე მაგალითად ორის ყიდვას ვაპირებ ორივე შვილისთვის და ძალიან კარგი შემოთავაზება არის. ნებისმიერი შემოთავაზება თავისთავად ყველასთვის კარგია. წიგნები უნდა იყიდონ ბავშვებისთვის ძალიან კარგია, უნდა ისწავლონ კითხვა და ბიბლია ხო თავისთვის ყველა ოჯახში უნდა იყოს და ყველა ოჯახის წევრისთვის არა, მაგრამ ყველა ოჯახმა უნდა იყიდოს. თქვენ აპირებთ შეძენას? აუცილებლად. ახლად გამოცემული ბიბლია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უკვე დაათვალიერა. როგორც უწმინდესი ამბობს, ხელმისაწვდომი ბიბლია ძალიან კარგია და გაცილებით ბევრი ადამიანი შეძლებს მის შეძენას.